ივაჭყონია იქნება ჩვენი სტუმარი კოალიციას ცვლილებებისთვის წარმომადგენელი მოგესალმებით. იბა. მოგესალმებით, მადლობა. ხო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობის. ნუ თქვენი პარტიის სამი ლიდერის ციხეშია თუ 4 კოალიციის ასე ვთქვათ. 4 ლიდერის ციხეშია, მელია, გვარამია, ხოშტარია და რა ქვია, ხო, ზურა გირჩი ჯაფარიძე. ეს არიქმარა, რამდენიმე თვიანი ციხე აქვს და ეხა შეიძლება რამდენიმე თვეში ვერ გამოვიდნენ. ნუ თუ ეხა პროკურატურა მოიღებს მოწყალებას და გირაოს შეუპარდებს, შეიძლება გამოვიდნენ რამდენიმე თვეში. მაგრამ საქმე არის რაღაცა 10 წლიანი, 11 წლიანი მუხლით იწყება მათ წინააღმდეგ. რას ემსახურება ეს ყველაფერი როგორ ფიქრობ? ძალიან მიჭირს მე ზოგადად ეხა მთელი დღის განმავლობაში ფიქრობ, აი რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს ეხა ის იმდენად ზოგადად აბსურდული თემა არის ეხლა მით უმეტეს, ნუ რაღაც ამდენი თვის მერე როცა ესენი ციხეში არიან, ჯერ რისი გულისთვის არიან ციხეში, ეგეც ასაცილოა ზოგადად არ ვიცი აქ. ადამიანები, ნუ მაინც მე რაღაცა ჩემი მიმართულებით შევხედავ, ეს ბიზნესისთვის ყველაზე მტკივნეული არის, როცა შენ ფულს პარავენ. ანუ ნებისმიერი კორუფცია იქნება სისხლის ბოდიში, თანხის გათეთრების გათეთრება იქნება თუ ასე შემდეგ რა ხდება, რომ განსაკუთრებით ბიზნესის თუ რატომ მტკივნეული, რომ ის არის გადასახადის გადამხდელი. მისთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც კორუფცია ხდება, იმიტომ რომ ის მიერ გადახდილი გადასახადები უნდა ხმარდებოდეს ქვეყნის განვითარებას, უნდა ხმარდებოდეს სხვადასხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას, განათლების განვითარებას უნდა ხმარდებოდეს ასე შემდეგ, მაგრამ ეს თანხები მიდის სხვა მიმართულებით და ჩვენ იმასაც ვხედავთ, ხო, რომ იგი ადამიანს, რომელსაც ედავებიან, არ ვიცი, რაღაცა 20 მილიონის გათეთრებას თუ ასე შემდეგ და სახში უპოვეს 6 მილიონი დოლარი ქეშით დღევანდელ რეალობაში არ ვიცი, ხა წარმოუდგენელი არის ესეთი რამ და ის ადამიანი დადის გირაოს ქვეშ 1 მილიონი შეუფარდეს კიდე გირაო, ანუ უბრალოდ ხალხს დაცინიან და ამ დროს პენსიონერებს პირბადის ტარების გამო ვიჭერენ, ხა პოლიტიკურ ლიდერებზე აღარ მაქვს საუბარი, იმიტომ რომ მათთვის ხა პოლიტიკური ლიდერების განეიტრალება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ რეალურად დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს ეს ლიდერები ძალიან ნაკლია. ჩვენ ამას კარგად ხედავთ, იმიტომ რომ იგივე მე არ შემიძლია არ შევეხო პარტიას, რომელიც ეგრეთ წოდებულ პარლამენტში შევიდა, რომელმაც აბსოლუტურად თავის ლუსტრირება მოახდინა და ძალიან სამარცხვინო იყო და ამდენ თვიანი ფაქტიურად თითქოს რაღაც ერთობაზე, როდესაც საუბრობდით და რაღაც ერთიანად და ასე შემდეგ. ჩამოშალა ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდია და რეპუტაციულად ფაქტიურად თავი დაისამარა პოლიტიკურ ველზე. მისი ადგილი აუცილებლად, როდესაც ეს მომენტი დადგება და პირიქით უფრო ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, დღევანდელი კიდევ უფრო მეტი რაღაცა აბსურდული ბრიფინგის მერე, რა თქმა უნდა, აღარ იქნება. ხა რაც შეეხება თვითონ თემას, აუცილებელია ხაზი გაუსვათ, რომ ვითომ აი ხა აჩვენებენ, რომ აი ევროკავშირის სანქციები, ხო ხედავთ სანქციები არ მუშაობს, კი ბატონო, სანქციები თუ არ მუშაობს, რიგრიგობით რო გამოდიან ბოლო დღეების განმავლობაში, რომ აი და დღეს ბრიფინგი მოგოს თურმე 300 ადამიანი ქართული ოცნების როგორც მომხრე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, აგრეთვე მაღალი რანგის ჩინოვნიკები დასანქცირებულები რო არიან. ანუ არ მუშაობს და არ გვაწუხებს, მაგრამ ამ დროს აწუხებთ. და თურმე ამიტომ, ესე იგი, არის 9 წლიანი, ანუ ესე იგი, მაშინ ეხლა რო ჩამოყვნენ, აი ზოგადად ნახეთ, პოსტები არის მაგალითად, ერთ-ერთი ესეთი პოსტს მაგალითად მოყვა, ალბათ შეიძლება მეც მომედაონ, მიუძღვენი ეგრევე მოვთაგე ამერიკის საელჩო, ევროკავშირის ადგილობრივი წარმომადგენლობა, როდესაც ჩვენი კოალიციის ოფისთან მოვიდნენ, ხელჩართული ბრძოლა ჰქონდათ, იქ ცემდნენ ჟურნალისტებს, იქ ცემდნენ გამვლელებს, ხელოვან ადამიანებს და ჩვენთან ოფისში ამოვიდნენ, ამოსვლას აპირებდნენ და ჩვენი კოალიციის წევრები ქვევით სასიკვდილოდ გაიმეტეს ფაქტიურად და მოუნიშნეს. ესე იგი, რა გამოდის, რა ინფორმაცია მივაწვე, ესე იგი, ნახეთ, ერთ-ერთი ბრალდება არის ის, რომ დაახლოებით აწვდიდნენ სიებს იმ ხალხის, ვინც დასასანქცირებელია. რა მიწოდება უნდა? საქმიანობაში და რაღაც საბოტაჟში. ანუ რა მიწოდებაზე ვლაპარაკობთ, ეს ტიპები თვითონ ისანქცირებენ თავს, ხა სხვანაირად ვერ უწოდებ, ხა ესენი მართლა ტიპები არიან, ნუ აი თავიანთი გამოსვლები, თავიანთი ქმედებებით, ხა როგორ ფიქრობ, ნუ კაი გავიგე აქ, რომ ძალიან მაგრად მუშაობს რუსული FSB და ყველაფერი და ხელის გულზე აწვდიან, მაგრამ ხა როგორ წარმოგიდგენიათ ხა ჩვენ ამერიკელი პარტნიორები, ევროპელი პარტნიორები აქ ზოგადად არ უკვირდებიან და არ უყურებენ ქართული ოცნების
პროპაგანდისტები რასაკეთებენ, იგივე ბიზნეს წარმომადგენლები იქნებიან თუ რა თქმა უნდა სახელმწიფო ჩინოვნიკები არ უსმენენ, რამე გადათარგმნა ჭირდებათ და ვინმეს მიწერა. ანუ აქ შეიძლება უფრო სიღრმისეულად, რა თქმა უნდა, ხა ვაწვდიდით და ყველა პარტია აწვდიდა ინფორმაციას, რომ აი ეს ხდება, ამიტომ ჩავთვალეთ ჩვენ, რომ აი ეს არის არასწორი, რომ აი დღეს ეს გააკეთეს, ეს დაიჭირეს, ეს მოხდა, ნუ ეს, ანუ აქ არ ვიცი ხა ეს წარმოუდგენელი ბოდვა უბრალოდ ხა რაზე საუბრობთ ხა ამას რომ სერიოზულად შევხედოთ, ეს კიდევ ერთხელ პირიქით კარგია და მოწმობთან ხო ხედავთ, რომ აი საპატიმრო გირაოთი არ შედიან, აქ რომ ზურას რამდენიმე ერთ თვეში უწევს დაახლოებით გამოსვლა და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ლიდერები ამ პროცესებში ჩაერთონ და ალბათ დაახლოებით ალბათ თებერვალ-მარტის თვეში უწევს ნიკასას და იანვარ-თებერვალში უწევთ ორივეს გამოსვლა. ხო, შეიძლება გადაიფიქრონ და პირდაპირ საპატიმრო. ხო, ნუ ეს კიდევ უფრო მგონია რაღაცა აი დასაშინებლად არის გაკეთებული და კიდე ალბათ აი სავაჭროს აი იცი რა ეგ სიტყვა აი ხა პრეზიდენტ სალონზრომიშვილს ეს თქვა და მე წინაბლოკში ეს თქვი რომ ანუ აი ესეთი ტაქტიკა აქვს ივანიშვილს რომ დასავლეთიდან რაღაცა მკაცრი განცხადება თუ იქნება ანუ რამე მომაწვევით მე უარეს ჩავიდე. ნუ აი ასე შევებო. გავიგე, მაგრამ ნახეთ ფაქტი არის რომ იქიდან სავაჭროთ არავინ არ მოდის. ფაქტი არის იქიდან უფრო და უფრო მკაცრდება, აქ ლეგიტიმაცია არ აქვს და კიდე ერთხელ მოდით ნახე აი ყოველთვის რაღაცა შედარებებზე რომ მივდივართ. ანუ ჩვენ ვერც ერთ ქვეყანას ვერ შევედრებით, იგივე ვერც მადუროს, ვერც ლუკაშენკოს ვერ შევედრებით. ეხა ორი ყველაზე ისეთი ძლიერი ქვეყანა ნუ ეხა ძალიან გამეჭირდება ვთქვათ იგივე დიქტატორი ესეთი რანგის უწოდო ორბანს, მაგრამ აი ვთქვათ მადურო ვთქვათ ლუკაშენკო ავიღოთ, მაგრამ იმათ სხვა რესურსი აქვთ. ისინი ზიან, ანუ ერთი ზის ნავთობზე, მეორე შიდა ეკონომიკა იმდენადაა განვითარებული, რომ მას ამის საფრთხე არ ემუქრება და ნუ გარკვეულწილად ლუკაშენკოს ახლა ტრამპი ევაჭრა პატიმრების გათავისუფლებაზე. შეიძლება ივანიშვილსაც იმედი აქვს, რომ ეს არა, ფაქტია ევაჭრა და დადებითისკენ წავიდა კიდევაც და ვნახეთ, რომ ხა ლუკაშენკოს გავლენები და სიძლიერე გაცილებით უფრო მეტი არის, ვიდრე დღეს აქ ქართული ოცნების და ახლა ლუკაშენკომ იქ ერთ თვეში დაასრულა თითქმის ყველაფერი, მაგრამ აქ ხედავთ, რომ წელიწადზე მეტია უკვე საპროტესტო ტალღა მიდის და ხა თუ კი ვინმე ნაღები საზოგადოება არის ამ ქვეყნის, ყველა ამას აცნობიერებს, ყველა გარეთ გამოდის და ნუ ფაქტიურად ხედავთ, რომ ნუ არავის არ ეშინია უკვე ეს რაღაც ეს დაჭერაც თვითონ ხედავენ ძალიან მარტივ სიტყვას ვიხმარ, რომ გაუტრუხდათ უკვე ეს დაჭერებით, დაიჭერენ, გამოუშვებენ. კაი, ორი ვიღაცა ორი კვირა ჯდება, ვიღაც 3 დღე ჯდება. ფაქტიურად როტაციის პრინციპით მიდის. ნუ მოუმატებენ ახლა ხო იცი მეორეჯერ გიზგადაკეთო უკვე 1 წელია. მნიშვნელოვანი ის არის, რომ 1 წელი ყველა ვეღარ ჩაჯდება და ქართული ოცნების მომხრეები თვითონვე არიან უკვე უკმაყოფილო, იმიტომ რომ რაის რაღაც 9 წლიანი სისხლიანი და სისულელეების ბოდვა, ანუ ანალოგი ალბათ დღეს რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში, მართლა როცა 37 წლის რეპრესიები იყო, მაშინ ხდებოდა და ანუ სხვა უბრალოდ აქ ხო შედარება ვერ იქნება. ხა ფაქტია, მე რა ვკარგავთ ევროპას. ანუ ევროპა კიდე ერთხელ თქვენი ეთერის საშუალებით მინდა ჩვენ ძვირფას მოსახლეობას აუხსნა, რომ არის 500 მილიონიანი ბაზარი. ანუ 500 მილიონიან ბაზარზე წვდომა, ანუ აი ნახეთ, ყოველთვის საუბრობთ ხოლმე, რომ აი რუსეთი და რუსეთი მნიშვნელოვანი, რუსეთი პირობითად არის 200 მილიონი. ევროპა არ არის მაგდენის. მაგრამ ნუ აი ვთქვა 140 მილიონი არის. ანუ მაინც ევროპა არის 500 მილიონი. ევროპა მაგ მართლა იმაში კი არ ჩადო, რომ ვიღაც თავის აგენტები ყოლოდა, აქ აგენტი არავის არაფერში არ ჭირდება, ანუ აქ ყოველ სარკესავით ცხადია ყველაფერი. ევროპამ და ამერიკამაც აქ ფული ჩადეს ქვეყნის განვითარებაში და სწავლაში, რაც თავარი არის და რამდენი პროექტი არის გაკეთებული ევროკავშირის ხარდაჭერით, აი მივიდენ სოფლის მეურნეობის სამინისტრო იქნება, აწარმოე საქართველოს იქნება, ანუ უზარმაზარი პროექტები არის განხორციელებული და ძალიან დიდი თანხები არის აგრეთვე განვითარებაში ჩადებული და მათ შორის მე პირდაპირ ვიტყვი, როცა ასოციაციის პრეზიდენტი ვიყავი, იყო საიპი ესეთი ორგანიზაცია, რომელიც გვეხმარებოდა, რომ ასოციაციები მოძლიერებულიყავი და ასოციაციების როლი წამოჭრილი ყოფილიყო, რომ ბიზნესისთვის დახმარება გაგვეწიო, ყოფილიყო რა ასოციაცია არის რგოლი, რომელიც ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტას ეხმარება მთავრობამ. თქვენი აზრით ანუ ამას ყველას აგენტებს უწოდებენ, ეს არის სრული აბსურდი, ეს არის სრული ბოდვა და
არა აქ პასუხი უნდა იყოს ოპოზიცია როგორ მოიქცეს ლიდერები ციხეში არიან ოპოზიცია დაქსაქსულია ფაქტურად პოლიტიკურ ველიდან გამქრალია გაერთიანება ვერ ხერხდება ყველა გაერთიანებას ლაპარაკობს მაგრამ ვერ ხერხდება და როგორ უნდა მოიქცეს მე აქ შემიძლია ამაყავ თქვა რომ კოალიცია რომელიც არის რომელსაც ქვია ცვლილებისთვის რომელსაც დღეს მე თქვენთან წარმოვადგენ არის ალბათ ერთადერთი რომელიც ველზე დარჩა რომელიც არ დაიქსაქსა და რომელიც არ დაიშალა და რომელიც თავიდან ბოლომდე იმ პრინციპების მომხრე არის რომ არ გაუპრავა დღევანდელ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ეს არჩევნები. ჩვენ ყოველთვის მომხრე ვიყავით ყველასთან დიალოგის, ყოველთვის თქვა არასდროს არ წამოგვიწევე რომ ჩვენ გვინდა პრემიერობის კანდიდატი, ჩვენ გვინდა მინისტრო პირიქით, ყოველთვის ღია ვიყავ და ყოველთვის მომხრე ვიყავთ რომ დიალოგში შევსულიყავით და რაღაცა საერთო კონსენსუსამდე მივსულიყავით, მაგრამ სამწუხაროდ გახარია მგვანახა თავის სახე, ძალიან სამწუხარო არის ეხა ჩემი ხედვა არის ეს და რომ ზოგადად ლელო ამ ძალიან ბინძურ თამაშში შეყვა, იმიტომ რომ თუ არ ვაღიარებთ საარჩევნო კომისიას, რომელზეც ვიძახით, რომ გაგვიყალბა არჩევნები, რა ხა თვითმმართველობას არ გაგიყალბებდა, ანუ ფაქტიურად უარესი გააკეთა და თქვა ძალიან ცუდი იყო და ის შედეგიც ამას მოწმობ ზუსტად რომ თავიანთი მომხრეები ფაქტიურად გაუნახევრდნენ და არ მივიდნენ ხა აქ იმაზე საუბარი ოპოზიცია რომ იმ წუთას ერთიანი ყოფილიყავით მეტი მოვიდოდა რა თქმა უნდა აბსურდული არის და ჩვენ ზუსტად ვიცით რომ პირიქით წამგებიან თამაში იქნებოდა ამიტომ ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა მის რესურსი ყოველთვის არის დარჩენილი და პირიქით ჩვენი კარი ღია ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის ნებისმიერი გამოცდილი ადამიანის აქ არ არის მარტო ხა ჩვენ მარტო პოლიტიკოსებზე ხო არ ვდგევართ აქ მთელი ერი ერთად თუ არ დავდექით ყველა გამოცდილი ადამიანი სხვადასხვა მიმართულებით ხელოვანი იქნება ეს არ ვიცი სპორტის მიმართულებით სულ არის ეს რაღაცა ქიშპი ისა ყველა საუბრობს უნდა იყოს ერთიანი თორე სასალკე ყველას დაიჭერს ყველას ციხეში ჩასვამს ვერაფერი წაღავს ვერ გავწევ აი მაგალითად წინა დღეს სააკაშვილმა გამოაქვეყნა წერილი სადაც აი თქვენს კოალიციაზე საერთოდ ეს სასიამოვნო საუბრობდა შაშანდელ არჩევნებაზე არენაზე გამოიყვანეს ჩემი ყოფილი პრემიერი რომელიც ჩემგან და ჩემი ხელისუფლების 90%-იდან განსხვავებით მულტიმილიონერია და მისი სიმდიდრის უმთავრესი წყარო არის მისი ძმის საქართველოს ბანკი. ამ ბანკის ინტერესები ბოლომდეა გადახლართული ივანიშვილთან და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რუსეთთან, რომლის ფურსის რეცხავს. როგორც ახლა საბოლოოდ დადასტურდა ინტენსიურად ლობირებს ივანიშვილის დასავლეთში. გილაურმა თავისუფლი ჩადო საარჩევნო კამპანიაში იმ პირობით რომ არ მოხდებოდა პარტიების გაერთიანება, მედიაში იმ პირობით რომ მინიმუმამდე დასულიყო ჩემი ხსენება და ნუ ასე შემდეგ. ნუ კაი, ნახეთ მაშინ გავიგე. სად არის ეს გილაური? მე ვერ გეტყვით ნამდვილად. თქვენი ის იყო ასე თქვა. არ მქონია მასთან ესე უშუალოდ პირდაპირი შეხება არც პარტიულად და არც ასე შემდეგ, გარდა ვთქვათ, ბიზნეს შეხვედრისა სადაც უბრალოდ ხმა. მასთან უბრალოდ ნაცნობობა მაკავშირებს, სხვა ნამდვილად არაფერი არ მაკავშირებს და რო გამოვკვეთო გვილაურის როლი ესე კონკრეტულად ჩვენ პარტიაში მე გამიჭირდება და ნამდვილად ამას ესე საუბარია რომ ფული მისი იყო ვერ ვიტყვი ხო ნუ არ ვიცი ხა რამდენად ესე იყო დაზუსტებით მე გამიჭირდება ამის გაკეთება იმიტომ რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ყავდა ჩვენ პარტიას და ფაქტი არის და გამოჩნდა კიდევაც შედეგებით ასე რომ ნუ ძალიან ცუდია ეგ რა თქმა უნდა ეგ დამაზიანებელია კიდევ ერთხელ ვიტყვი მაგრამ თუმცა ჩვენ ისევ და ისევ ვიტყვი რომ ღია ვართ ძალიან ისეთ თამამად ვიტყვი რომ მზად ვართ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან ანუ ჩვენგან ანალოგიური განცხადებები ნამდვილად არ ყოფილა და ბოლო დღეები არის ხო მხოლოდ დამაზიანებელი განცხადებები მოდის სამწუხარო არის რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტისგან ესეთი რაღაც ცუდი ტონით მოდის და მით უმეტეს ესე მოიხსენიებს იმიტომ რომ იქ პირიქით ერთობაზე შეიძლება რა თქმა უნდა ყოფილიყო და კი რაღაცა მყარად ვიდექით ჩვენც ნაციონალური მოძრაობად მათ შორის რაღაცა ლელოც რა თქმა უნდა იქ ცოტა ურჭოფობდა გახარია და ფაქტის ახეზე არის მან სიები არ ჩახსნა და ანუ მიიღო ის შედეგი მივიღეთ ის რაც საკრული სამწუხაროდ ჰქონდა ამიტომ ვთქვათ ისევ ნახეთ ანუ მე შემიძლია ჩემი პარტიის ჩვენი კოალიციის პარტიის არ ვიტყოდეს კოალიციის სახელით ვილაპარაკო რომ ვთქვათ ჩვენი განცხადებები თქვა დამაზიანებელი არის ჩვენ არავის თავს არ ვესხმით ჩვენ უბრალოდ ჩვენ პოზიციას ვაფიქსირებთ რა არის სწორი რა არის არასწორი რა თქმა უნდა გახარია რომ შევიდა არასწორია და ყოველთვის დავაფიქსირებთ ეს თავდასხმა არ არის მაგრამ ეხა ის რომ დღეს ქართულ ოცნებას ფაქტიურად ლეგიტიმაციას ამით აძლევს ფაქტია ხო იმიტომ რომ პირდაპირ ხა როდესაც იქ ერთ-ერთ შესულს უკვე ეგრეთ წოდებულ დეპუტატს კითხეს რომ ანუ თუ იძახი არალეგიტიმურია თავმჯდომარე თუ იძახი არალეგიტიმურია შენ ვიხარ ანუ ვერ გაცახასო ხო ანუ ესე იგი შენც არალეგიტიმური ხარ მაშინ რატო შემოხვედი ანუ სრულიად ლოგიკურია პირიქით ხო და ამ ვითარებაში მომხრე ვარ ვესაუბროთ ნებისმიერ პარტიაზე არ ვიცი ხა იმიტომ რომ მომავალი როგორ წარმოგიდგენთ პოლიტიკურ პროცესში ოპოზიცია აღარ არის ფაქტობრივად არის ხალხი ოცნება და ხალხი მე ამიტომ დავიწყე რომ ჩვენ საკმაოდ ისე
ძიმედ განვიცდით ლიდერების არ ყოფნას, იმიტომ რომ ჩვენი ლიდერები მე ვიტყოდი რომ ამენც ქმნიან და სწორედ დღევანდელი ბრიფინგიც ამას ემსახურებოდა, სწორედ ის გეგმები, რომელიც ხელისუფლებას აქვს, რომ რაც შეიძლება გრძელვადიანით ჩატოვოს, ამას ემსახურება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვერ მოხდება, საკმაოდ ისეთი კაცრი რეაგირება იქნება უკვე ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან და ნამდვილად ალაგდება პოლიტიკურ ველზე ყველაფერი, იმიტომ რომ დღეს რა წყობაც არის დამერწმუნეთ, რომ მე არაერთ ქართული ოცნების მომხრეს, ისეთ ხმალამოღებულ მომხრეს ვიცნობ და წლები ურთიერთობა მაქვს, მაგრამ დღეს ნამდვილად არავინ კმაყოფილი არ არის იმით რაც ხდება, იმიტომ რომ თვითონვე ხედავენ, რომ თავიანთი მომავალიც იხურება, ხა ნამდვილად არავის არ უნდა რომ ასოცირებული იყოს იმ კრიმინალთან, რაც დღეს ხდება და ხედავთ, რომ ნუ ყოველდღიურად რაღაც უბედურებები ხდება, კრიმინალური გარჩევები არის, ნუ ნარკოტიკზე აღარ მაქვს საუბარი და ძალიან კარგია ვთქვათ, რომ დღეს დაიწყო პოლიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ რაღაცა ყოველდღიურად ამდე რაღაცა ნარკოტიკს პოულობენ, მაგრამ იცი და ეხა მანდაც კითხვის ნიშნები შთება, რომ ეხა ეს შეიცვალა. მაშინ მოდით წინა მინისტრს აუცილებლად უნდა მოვკითხოთ. 60 წელი რა ხდებოდა, ხო, ამ მიმართულებით? წინა მინისტრს, რომელიც მაგნიცკის სიაშია და ეს არის შავი ლაქა ჩვენი ქვეყნისთვის და აი არავის არ უსურვებს, ტერსაც არ უსურვებს, რომ მაგნიცკის სიაში მოხდეს, იმიტომ რომ კეთროვანი არის და ზოგადად ანუ გვარითაც კი უკვე, ანუ მისი გვარიც კი ძალიან ცუდთან დაკავშირებული არის. ესე იგი, ამდენი ხანი არაფერი არ უკეთებთ, ამდენი ხანი კრიმინალი ბოგინობდა თურმე და გარდა ამისა, ნუ იგივე სუსზე რომ ეხლა აღმოაჩინეს, რომ 2021 წლიდან თუ 20 წლიდან და ასე შემდეგ პრობლემები იყო, ეხლა აღმოაჩინეს, რომ თურმე 2 მილიარდი, ხალხო, 2 მილიარდი, კიდევ ერთხელ მინდა აუხსნა, რომ არის თბილისის 1 წლის ბიუჯეტზე, მე თბილისის 1 წლის ბიუჯეტი არის მილიარდ 700 მილიონი. 2 მილიარდი 2 წელიწადში ქვეყანაში ისე შემოვიდა, ანუ არ ვიცი, რა ვიცი, აი ვერაფერს ვერ შევადარებ, ეს იმდენად აბსურდულია და არ იცოდენ? არ არსებული არის. ანუ ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ეს ყველაფერი კარგად გქონდათ, ისე იგივე ჟარგონებს ვიხმარ გაიასნებული, ზუსტად იცოდნენ რა, როგორ, რანაირად, უბრალოდ ეხა რაღაცა მომენტი დაჭირდათ, ვიღაცების გაფუჭება დაჭირდათ, რაღაცისთვის დაჭირდათ, რომ აჩვენონ, მაგრამ მე ისე მგონია რაღაცა კუთხით ველს ასუფთავებს ბატონი ივანიშვილი, იმიტომ რომ აუცილებლად ხვალდაზე, როდესაც რაღაცა მომენტი დადგება და ეს ძალიან მალე მოხდება, მას არ ჭირდება, რომ აქ შავი ლაქები, შავი ხვრელები დარჩეს, რომელიც მასვე მოუბრუნდება ძალიან ცუდად. ამიტომ მე უფრო აქით ვიხრები და ძალიან ოპტიმისტურად ვარ, მიუხედავად დღევანდელი ბრიფინგისა, რომ თითქოს ვაიმე რაღაც მოხდა, ანუ არაფერი არ მოხდა, ანუ მორიგი ბუდვა არის, რომელიც, ანუ ჩვეულებრივად ჩაივლის და ვფიქრობ, რომ პირიქით გაცილებით უფრო მეტად დააჩქარებს იმ პროცესებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ უნდა წავიდეს. მადლობა, დედი, გადაცემაში მონაწილეობის. ივაჭყონია იყო ჩვენი სტუმარი.